სპერმატოგენეზი რეგულირდება სამი გადაჯაჭვული ღერძით. რას ნიშნავს ამ ღერძის გადაჯაჭვა? პირველი, როგორც ესეთი, ეს არის ვასკულარ-თერმული ღერძი. პამფილოგენური ვენები, არტერიოვენები, კონტრფლუ, სკროტალური ტემპერატურა. ნეიროვეგეტატიური ღერძი, სიმპათიკური აქტივობა, ყოფლის სეკრეცია, ვაზომოტორული კონტროლი. უჯრედულ ბიოქიმიური ღერძი, მიტოქონდრიული ბიოენერგეტიკა, ფოლად დამოკიდებული ციკლი, ოქსიდაციური სტრესი, DNA რეპარაცია. სპერმოგრამა ასახავს მხოლოდ საბოლოო პროდუქტს და არა ამ სამი ღერძის რეალურ მდგომარეობას. ეს არის ძალზედ საინტერესო და ხშირად არის ხოლმე მიმდინარეობა და მიმართულება იმისა, რომ სპერმა არის თითქოს ნორმალური, მაგრამ განაყოფიერება არ ხდება. ზუსტად აქ არის მხოლოდ უკვე ის შეცდომები, რომლის გამოც მე შემდგომში ვეღარ ხდება ის ნორმალურად დიაგნოსტირება, რასაც უკვე უშუალობა კიდევ უფრო ვრცელდება, ასე რომ ვთქვა და ეს რანატრი ორსულობა დიდხანს არ დგება. ორსულობა არ არის მხოლოდ სპერმა, ან მხოლოდ ქალი. ეს არის სპერმა, კვერცხუჯრედი, ემბრიონი, ენდომეტრიუმი, იმუნური სისტემა, ჰორმონული სტატუსი, დრო, ურთიერთქმედება და არა მხოლოდ ერთი ფაქტორი. მუცლის მოშლა. რატომ ხდება ეს ასე? ყველაზე ხშირი მიზეზები ემბრიონის ქრომოსომული დეფექტი, მაგრამ ასევე სპერმის დნმ დაზიანება, ეპიგენეტიკური დარღვევები, იმუნოლოგიური უარყოფა, პლაცენტის და პლაცენტაციის დისფუნქცია, ტრომბოფილური ფაქტორები. ფერტილობა უნდა ვთქვათ, რომ არის წყვილის ფენოტიპი და ინდივიდის. და კიდევ, სპერმა შეიძლება ფუნქციურად საკმარისი იყოს 1-20-თან და არა საკმარისი სხვასთან. რეალურად კი საქმე გვაქვს სისტემურ ბიოლოგიასთან. კარგად გააზრებისას ბევრი პარადოქსი ხდება. სპერმა, ოოციტი, იმუნიტეტი, ენდომეტრიუმი, ემბრიონი სისტემურად, აკადემიურად და კლინიკურად ასეთ შემთხვევაში ვაკეთებთ იმას, რაც რეალურად აკლია რეპროდუქციულ მედიცინას. ფერტილობა და ორსულობის შენარჩუნება არის წყვილის ემერჯენტ თვისება და არა მხოლოდ სპერმის და არა მხოლოდ ქალის. ასე უნდა იქნეს განსაზღვრული ეს მიმართულებები.